საღამოშიდობისა. ხართ ბრძანდებით საღამოშიდობის როგორ ხართ როგორ ბრძანდებით როგორ გიკითხოთ ეხდება თქვენსკენ კარგი დახალი ეხლა წიგნიც არის საერთოდ წიგნია სოზე პლედი აფეთასარი პლედი უი ფისოც ფისოცა მე მგონია ის სახლი არის იქით ქვიდა შეიძლება იმიტომ რომ ის იგივენაირია ო მაგრამ ის არ ყოლდა ახლა შემოვლები არა ანა ეგარ ყოფა როგორ ხართ აბა თოვლი მოდის რა ხდება თქვენსკენ კარგი დახალი ჩვენსკენ არაფერი ყველაფერი ძველებურად ჯერჯერობით აი მე ხალხო რა უნდა გითხრათ ეს მთელი ლოს-ანჯელესი ნახევარი ლოს-ანჯელესი თითქმის დამწვარია და საცოდავი ხალხი რა უნდა ქნას ადამიანმა რა ვიცი ვიცი ცხოვრობს იქ მაცხოვრებლები იძახიან რომ კიდე სადაც არ არის დამწვარი რომ ველოდები თო რომ როდის გამოცხადდება ევაკუაცია ჩანთები ჩალაგებული გვაქვს რო გავიდეთ სახლიდან აი წარმოგიდგენიათ ხალხო შიში აქვთ ხალხს ღამრიები არ აძინავთ ცეცხლი უცბად ედება მთელი მასაკე ტერიტორიას ძალიან სამწუხარო ამბავია ზოგი კი მაინც ხლიცინებს მაგ ყველაფერზე და გადაობს მაგრამ საღადაოდ საქმე ნამდვილად არ არის ძალიან სამწუხარო ამბავია რა როდემდე უნდა იყოს ესეთი განუკითხაობა სრული ჯოჯოხეთია იძახიან ხალხი იძახის რომ გარეთ ვერ გავდივართ პირვადის გარეშე პირვის გარეშე ტოქსიკური ჰაერია იქნება გიორგი იმიტომ რომ კვამლი და კვამლიანება იქნება თქო ძალიან დიდი ცეცხლი ხო არის და დაკვამლიანება დიდი მასშტაბით ცეცხლი და დაკვამლიანება არა შუბზე რაღაცა აქეთ უფლიანი გაგაი აქეთ ჩავუნა და ცხა იდე აღარა ძალიან ის არის ცუდი ამბავი რამდენი ქართველი ცხოვრობს იქ ქართველებიც ცხოვრობენ კი რა მნიშვნელობაა გინდა ქართველიც არ იყოს ყველა ცოდუა ნამდვილად ყველა ცოდუა ისინიც რა ქვია სელებრიტები ცნობილი სახეებიც საც ბევრს დაეწვა სახლი კი ძალიან განუკითხაობაა უფალი მართლა მაგრა არის გააგზავნა ჩვენთან ხალხს ადამიანებზე კი მარტო საქართველოში არა ყველგან და უნდა დავფიქრდეთ მაგ ამბავზე რომ ადამიანობა შევინარჩუნოთ ამერიკელები არ გლიცინებენ მაგ ყველაფერზე არაფერს იძახიან ქართველები იძახიან უნდა დავფიქრდეთ სანამ რაღაცას ვიტყვით რომ შეიძლება ღმერთმა არ ქნას და არ მოგვიბრუნდეს შეიძლება ბუმერანგები ჩამოგვიტრიალდეს ეს ყველაფერი და ხვალზე შეიძლება საქართველოშიც იყოს რომელიმე ქალაქში მსგავსი ღმერთმა უნდა დავფიქრდეთ არსად არ ქნას ეგეთი რაღაცა რომ აი რაღაცა თავი დაიბანე და რა უმაკისა გაფუებული გაქესა გაფუებული ხო ისა ღმერთმა არ ქნას რომ ადამიანობა დავკარგოთ ადამიანობაზე კარგი არაფერი არ არსებობს არც ფული არც ის რა ქვია ქონება არც ცხოვრება რა ვიცი არც არაფერი კი ჯანდაბას ეგ ყველაფერი აღდგება
რაც დაიწვა აღდგება გაკეთდება თავიდან, მაგრამ ადამიანები რო ეწინებიან მაგ ყველაფერს 10 ადამიანი არის ის არა ვქი დამწვარი 10 ადამიანი იყო მე რო წავიკითხე და მოვისმინე და ელემენტარული ხო შეიძლება სახლები აუშენონ ხალხს და რაღაცა გაუკეთონ გიორგი მაგრამ რამდენი ავეჯი ქონდათ რამდენი რაღაცა ქონდათ ხო ელემენტარული ეს სახეობები ჯანდაბას სხვა სახლებიც აქვთ იყიდიან ყველაფერს გააკეთებენ ბევრი ფული აქვთ ფულიც აქვთ და ისიც მაგრამ სხვა მრაგთას კემესმის სახეობიც ადამიანია მაგრამ მაინც იმას ფულიც აქვს და შემოსავალიც აქვს ისე არ იქნებიან ისინი რომ სხვა სახლი არ აქონდეთ რომელიმე სხვა ქალაქში ძალიან რთული მდგომარეობა აი აყვავე ცხოვრება ნასქენი რა ქვია რაღაცა გააკეთე და დრუგ და ესეთი რაღაცა დაგემართება უნდა ვიყოთ რა ვიცი მე სულ ან ყველა ვიდეოში ალბათ აღარ გინდათ ჩვენი მოსმენა რომ ყოველ ვიდეოში მას ვლაპარაკობ მოთმინება ის რა ქვია ინტეულობა და მიუტევოთ ერთმანეთს არა თუ ვიღაცამ რაღაცა აუგირო გითხრათ და შენ ორი იმდენი დაუბრუნოთ აღარ უნდა დაუბრუნოთ ნამდვილად მიტევება უნდა ვისწავლოთ მიტევება იმას თავისი მოეზღება და ჩვენ არ უნდა იმას ვეტი ძნელია ვიღაცამ რაღაცას რო გადგეტყვის და გაჩუმება მაგრამ უნდა გაჩუმდე აი ხალხო რას ვიტყვით რაღაცას რო იმას ისავს ხო რომ დაგიწერს უარეს იმასაც შვებიან მე პასუხიც არ უნდა გასცე აუგი არ უნდა უთხრა პასუხიც არ უნდა გასცე საერთოდ აზრი არ აქვს მათთან ლაპარაკს და ნამაგაზე კი არ ვიძახი დაწერაზე და რაღაცაზე არ ვიძახი უბრალოდ არ შეიძლება უნდა ვისწავლოთ მიტევება უნდა ვისწავლოთ სიმშვიდე სიკარგე სულ უნდა ვილოცოთ და რაღაცა ყოველ ნაბიჯზე უფალი უნდა ვახსენოთ ყოველ ამოსუნთქვაზე ყოველ ჩასუნთქვაზე ყოველ ნაბიჯზე რომ შვიდობით მიდიხარ შვიდობით იყვიძებ შვიდობით იღამდება შვიდობით გიქენდება და ესე და ელემენტარული არ უნდა იყოს ესეთი ისა რომ ცუდად არ უნდა ვიყოთ კარგები უნდა ვიყოთ შვიდები უნდა ვიყოთ კიდათ ჩვენც ხანდახან რო დაწერენ და რაღაცა სიტყვიან ხალხო აი რაღაცა წყობილებიდან გამოვდივართ მაგრამ მე დავფიქრდები რომ აი რატომ არ უნდა გავაკეთოთ ჩვენც იგივე არ უნდა ვქნათ მათ დონემდე არ უნდა დავეშ ხო რომ იგივე არ უნდა ვქნათ ისე უნდა ვესაუბროთ რომ ჩვენსკენ მოტრიალდეს და უფლისკენ იყოს რომ ვინც ამ ყველაფერზე გადაობს და იცინის და იმას ეძებს რა ქვია იუმორს ნამდვილად ამ ყველაფერზე მასთან საუბარს აზრი არ აქვს გინდა ის ანგელოზები რომ დაიღუპნენ აზრი არ აქვს რა დააშავა იმ ანგელოზმა ანგელოზები იყვნენ როგორ საცუდავად დაიხოცნენ როგორ უნდოდა ჩველა მაგრამ საშველი არ ქონდა შველა ხო ჯერ სანამ ახალი წელი მოვიდოდა რამდენი ტრაგედია მოხდა სოფლიოში მე რამდენი ადამიანი წავიდა იმ ქვეყნად სამწუხაროდ მე ახალ წლებზე თავით პოზიტივები უნდა ვიყოთ უნდა გვიხაროდეს ერთმანეთის შეხედვა ერთმანეთის მოსმენა ერთმანეთის ყურადღება და რა ვიცი ყველაფერი კარგი უნდა იყოს მაგრამ სამწუხაროდ რო არ არის უნდა იყოს რა ვიცი მე ყველა ცუდად მე ყველას არა აი გაჭირებული აი რამდენი გაჭირებულია ხალხო აი რამდენი და იმდენ გაჭირებულს არა აქ აი რამდენი ჯანმრთელობით არის გაჭირებული რამდენი ბავშვია ჯანმრთელობით გაჭირებული ხანდახან რო დავფიქრდეთ ხალხო
როგორ უმნიშვნელო შნელო რაღაცებზე ნერვიულობთ და წუწუნებთ და იმებზე ყველაფერს. აი ეს არის ნამდვილად სანერვიულო. რომ გაჩნდება ცეცხლი და რომ გადაწვავ ყველაფერს. აბსოლუტურად. ნეტარ რა გააჩინა ის საპრილია. არ ვიცი, იკვლევენ და ალბათ გავიგეთ. ამ დღეებში ალბათ გავიგეთ რა გააჩინა და არის გამოგაჩინა. არ ვიცი, ზაფხული რო ყოფილიყო, ვიფიქრებდი რომ ძალიან მაგარი მზე იყო, გვალვა იყო და იმის გამო გავრცელდა ის რა ქვია. ცეცხლი ან გამხმარ რაღაცას მოიკიდა, მაგრამ ზანთარია. იმ ზანთარში მადლიან არ იყოფა. აი ბევრი ის იქნება. საქმეა. აი შეშევია ხაცხლია. ოღონდ ისინი არ უნდა მოჭრა. ცოდოებია. კლიმატი შეიცვალა ხალხო. აი რა მინდოდა თქვა, იმაზე მინდოდა თულა. ხალხო, დღეს მზეც იყო ჩვეულებრივად და გავიხედე და თვარე იყო ცაზე ისე, ჩასული არ იყო საერთოდ. არის ეგრე ხდება კაცო, პირველად დაიხე. არასოდეს არ ყოფილა იგრე თვარე. როგორ არ ყოფილა? კერგი ამ ხეს დაუნახე დაინახე როგორ მოაშორმა. რა, უძრაობს. აი გარი ის ხეები, ნახე. ეს ხე. ესენი წაგი. ესენი არა იმდენი. აი ჩანს. ეს უფრო ჩანს, მაგრამ ესენი. ამ ფისოც რა გადაგინა. წერა საყვარელი. ლამაზი ფისო. ეგრეა კლიმატი შეიცვალა. ყველაფერი ბუნება შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა აბსოლუტურად. ყველა მდგომარეობა, ყველა სიუჟეტი, ყველა ფორმა, ყველა ზომა, რა მოქმედება, რა ვითარება ვერ და ჰაერი და რა ვიცი, ყველაფერი. საკვები და ინგა თამაზაშვილი ცხოვრობდა მაგივანში, ქალაქში. მე გადავიდნენ სხვა ქალაქში, საკრამენტოში არის. ეხლა კი არა, ადრე გადავიდნენ. ეხლა მან აღარ არიან, აღარ აქვს სახლი. არა. ალბათ აღარ ცხოვრობენ მან. მით მადლობა რომ კარგად არიან კაცო. ავიცი მეტია მოგვარდება. მოგვარდება. მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო, თვითმფრინავები დაფრინავენ, მაღლიდან აკრობენ, მაგრამ დიდი მასშტაბით ცეცხლია. თითქმის აი ქალაქის ყველა უბანში, ნახევარი ქალაქის ყველა უბანში ის არის ცეცხლი. როგორი დაყომლიანება იქნება? დაყომლიანება ხო ტოქსიკური ისა. ჰაერი. ხალხი ძახის ინტერვიუებში, სადაც არ არის ისა ცეცხლი, რომელ უბნებშიც არ არის, ველოდებითო რომ ჩალაგებული გვაქვს აბსოლუტურად ყველა ჩანთა და ველოდებით რომ როდის იმას იზავე რა ქვია. ევაკუაციას როდის მოგვიწოდებენ. რომ წავიდეთო. ამაზე ხო არ გადავიწვევით ხალხი. რაც მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი ჩავალაგეთ ჩანთებშიო და ველოდებითო. ღამეც არ აქვს ძინავს. ვერ დაიძინებს, რაც დაიძინებს. ახლო უბანში ის არის რა ქვია. ხანძარი. აი შემოძერო ხანძარი. ხანძარია, რაც დაიძინებ. თან საერთოდ ამერიკაში ხო ზოგადად სახლები ახლო ერთმანეთთან. ხო. მართალია. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. არ ვიცი როდემდე რა იქნება. რომელიც ავთხოვ ყველაფერი გამოსწორდეს და თან ქარი გაალაგდეს ყველაფერი. ქარი იყო და იმასა ის არის
რა ქვია. სანამ ის იმას იზამდა რა ქვია. გაჩნდებოდა თუ ქარი ამოვარდა ქარიშხალი. ხო და ანგრევდა ყველაფერს და ალბათ ვინმე იმას აქნა რა ქვია ან ასანთის ღერი გადააგდო ან რაღაც აქნა რა ვიცი რა მოხდა არავინ არ იცის რა მოხდა რა არც ვიცი თუ ეს გავიგეთ ალბათ გაირკვევა ირკვევენ და და დაველოდოთ მოვლენებს ამერიკულ მედიას რასაც წერს მეც იმას გეუბნებით აქაც ხო არის ტელევიზიაში იყო ქართულ ტელევიზიაშიც არის ხოლმე ხო გადის არ ვიცი რა კიდე რა უნდა იყოს ესეთი ადამიანობა რომ რა ვიცი ხო ვიღაცის რაღაცა გაგიგა მაგალითად მე არავისი არაფერი არ მშურს და არც ბოროტი არა ვარ ადამიანი ვაი მე რატო არა მოხდა იმას აქვს არა ღმერთმა ჯანმრთელობა მომცეს ჯანმრთელობა და მშვიდობა იყოს თავარი ეს არის თორე ადამიანს ორი ლუკმაყური გექნება და კმაყოფილი უნდა იყო იმით ის ხო ქონება თუ გონდათ იმიტომ ვერ გადაწვა კმაყოფილი უნდა იყო და ღმერთს მადლობა უნდა შესწირო ორი ლუკმით გულისთვის არის ნუ აი რაღაცა რუგიბიო წელი მდგიობი მოყდი დღეს თელდა მოჯო ასე ხარ ხო დილისავდექი წამოდექი და კლაცაო წემა აი იცი როგორ ვიქნა როგორც აი ასე ელვასავით ხო თითქოს გამჭრა რაღაცა გამჭრა და დავში ისე წინ მოღრეცი მე ცოტა ისა ნუროფენი დავლიე თუ არ უკიდეთ გიორგის ნუროფენი ხო ის არის ეს კითხეს კი დაუწერე იქ მგონი თუ არ ვწდები მეორადებში მოხდეს ნა ხო მეორადში ვიყიდეთ აქ გქონდათ და მოგვეწონა და იყიდეთ მომეწონაო კაი სვიტერიაო და სად იყიდეო და მეორადში კი ხო კი მეორადში დე ვიცი მოგვეწონა და იმიტომ იყიდეთ რა ვიცი მომეწონა რა თომაც და ეხა მეორადი მე რა ტანსაცმელი არ არის ძალიან კარგია ყველაფერი რა ვიცი ახლებით გვაქვს რა თქმა უნდა ტელევიზიაში ვისაც ხედავთ ხალხო სხვათა შორის ბევრს აწვია მეორადი სხვათა შორის თიკაფაცაციას მე მეორადებში ყიდულობ მე ნახება მაგ კაი ბევრი ბრენდებია მაგალითად კი ბრენდული სამოსიც შეიძლება შეგვიყვეს კი H&M ეშკა, ზარა და და მსგავსი რაღაც მსგავსი ისინი სხვათა შორის აქ ბერშკაში ზარაში და მსგავს მაღაზიებში ვაიკიკი და ჯვირებია სხვათა შორის ახალი იმას აქნა რომ შეყვან მაღაზიაში ჯვირია სხვათა შორის და კიდე ერთი საბერძნეთის ზარადან ბევრი იწეს კიდე საზოგადოებაში იაფია იმიტომ რომ ევროში იაფია აქ ჩვენთან ჯვირებია ხო ბევრი იწეს ერთი დღე ხალხო თუმცა ჩავიგდე ჯერ არა წინასწარ არც მინდა თქვა აი მაგალითად რა სულ კიდე დაყურებული ხალხო წინასწარ რო რაღაცას ვიტყვი ხო არ არსებობს ის იმას კრას რა ქვია ახდეს არ ხდება არაფერი არ უნდა თქვა ამიტომ არ უნდა თქვა შენ ჩაიფიქრო და როცა განხოცილდება აი მაშინ უნდა თქვა რომ აი მე ჩაფიქრებული მქონდა და განვახორციელე წინასწარ არაფერიც არ უნდა თქვა წინასწარ აბა იგრე წინასწარ არ უნდა თქვა არაფერი დასინა მოხდა წინასწარ მაგრამ ხანდახან იმდენ გიგმის დავაწყო ხალხო ამას ვიზამი დილით რო ავდგები აი საღამოზე რო დავწევი ავდგები დილით ვიტყვი ავდგები ახლა ვიტყვი აი იმას გავაკეთებ
აი იმას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, იქ ეზოს დავალაგებ, იქ ხანდახან. მე ავდგები და ის ჩაფიქრებული ხო, ელემენტარული სხვა რაღაცა აი ხალხნო. გამოჩნდება და სხვა რაღაცას ვაკეთებ. მე კიდე რაზე ვარ დაყოლებული. აი მე მაგალითად რომ მითქვია რომ თქვენთვის რომ მაგალითად რომ გეტყვით რომ ხვალ იქნება ლაივი. ხო, ლაივი ჩართვა. აი მე რაღაცა ზუსტად იმ დროს როცა ლაივზე უნდა მივიდე და უნდა ჩავთო ზუსტად იმ დროს გამოხდება რაღაც. ხან ვინმე მოვა, ხან რაღაცა გამოჩნდება, ხან ინტერნეტი არ არის, ხან შუქი გაითიშება. მართალია. მაგიტომ აღარ ვიცახი ხალხო არაფერს. მართალია. დავანონსებ წინასწარ და მაინც არ იმას აშვება რა ქვია. ვერ ვაკეთებ და ამიტომ არ გეუბნებით. ხო და მართლა ერთი დღე გვინდა. ერთი დღე იქნება მართლა იქნება მოხდეს ისეთი ისა რა ქვია. დრო მოვიდეს რომ ესეთ სასწაული მოხდეს რომ მოვიდეთ. გავიდეთ. ლაივით. ერთი საღამო ხო რამდენი ხანს არ შემოსულა მეც მომენატრა თქვენთან პირდაპირ ეთერში საუბარი. და თქვა უნდა მიწერ-მოწერა კარგია და შევკითხო. მე რომ ვკითხულობ და თქვენ რომ წერთ. და რამდენი ხანი ისინი არ კომენტარებიც არ წამიკითხავს რამდენი ხანს. ხო და უნდა წავიკითხოთ. ხალხო, იმდენი ძველი კომენტარი მომივიდა ახლა ძველ ვიდეოებზე, თუ რა ვიცი. ცენ პასუხს და რაღაცა. ყოველ დღე თითქმის ძველ ვიდეოებს მიგდებს. იცი რომ დინდეს, თავიდან ვიდეოები დავიწყე გადაღება. არც ვიცოდი წესიერად, არც ვიყავი ისე როგორ აგიხსნათ, ისე გახსნილი კამერასთან. მაშინდელი ვიდეო გნა ისინი. კომენტარები. აი მე ხცე პასუხს და ვერ სავცე. ხო, სხვადასხვა. ახალი ძველი მე ერთმანეთში იდევა და იმას აშვები რა ქვია. გებნევა. მე ვერევა რა, რომელი წავიკითხე, რომელი დავაგულე, რომელი არ დავაგულე. ერთი 200 კომენტარს მარტო ამ დილაზე გავეცი პასუხი. და რამდენიმე ძველი ვიდეოზე წეღანაც იყო მოსული. და ეხლაც რა ვიცი, შეიძლება იყოს კიდე. ეს გაიგებ. ხო, რას გაიგებ? ამი უთუბისა მე ვერაფერი ვერ გავიგებ. ახლა ამ წელზე გაუშველო ეს წელის ტკივილის ხშირად ვეჭა ის რა ქვია რა გაიკეთოს B12-იო. B12-იო ხო. ხო, იქნება გავიკეთო ეგა და მეშველოს რა ეს B12-მა. წითელი წამალია მე მგონი. გონი. მე კიდე ის ზურგი იმიტომ ტკივა ეთყობა რომ ცივდები. ხო, გიორგი მიდია და წყალი დამალე იმაშინდა. გარედან შემოიტანე რა აღარ არის. ცოტა გამოფხიზლე მეძინება. თოხელი 12-ის ნახევარი იყო თუ 2 რო დავწერი. პირველი დაწყებული. რო დავწექი და დავიძინე მაშინ. მე როდის ჩამიძინა ვიწებით ადრე ხალხნო რომ აი 9 საათს არ აცილებთ. მოგწერეთ აბა. ადრე წვებოდი ნამდვილად. ადრე ისე მალე წვებოდი. რანგოის სიკვდილია თქვა. სადა? გაიცო. ის არის ადრე ხალხნო. 7-6 საათი მოვიდოდა და უკვე მეძინებოდა. წვებოდი ლოგინში. როდის? ადრე სულ ადრე და ეხლა ვეღარ მიძინებ ისე ადრე. აი დამეძინება მდივანზე, გემრიელად და მე საწოლზე უკვე აღარ მეძინება. მე კიდე ამ ბოლო დროს რა ჯანდაბა დამეტანა. გვიან მეძინება ხოლმე. რო უკვე აღარ ახარ გიორგი 3 საათი იყო დაწყებული შევი ტელეფონით დადენი. რა არ შეიძლება, უნდა დადო და დაწყებული კი არ იყო 3 საათი, 3 ხდებოდა. რა ვიცი. მე გვიან იღვიძებ და არ შეიძლება ისე გვიან გაღვიძება. წყლის ძალა მოგცეთ დიდი ღმერთმა. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.
მას კამს არ ვწდე ახლა მე. კაი ბოლის სუნია. დადო. მე ალბათ ხომელი და როადის. მოი თო. ალბათ ვინმე რამეა თქო რა ვიცი. აი მე კაი. წადა დრუჟიბის ხო იყო შუაღამზე. სხვა იყო ხო? შუაღამზე ჩართო იდრუჟბო. წაღან სხვათა შორის ჩამეძინა იქ საწოლში. ეგრეა ჩამეძინება რომ იწვევი და მე ვეღარ ვიძინებ. ხო და უნდა იყო აქ. ტელევიზორს გადართავ, გადმოთავ რაღაცა. აი მე ნერვს ნიშნეს ეს ტელევიზორი კიდე ეს საინფორმაციო იყო საერთოდ. გადართავ, გადმოთავ. მაგრამ სიმართლე ვგითხრა. შენიერი ინდური კინოები და. ინფორმაცია TikTok-შიც და Facebook-შიც დევს. ხო და ხო ათვარიერება, აი რა მშორება აქ მოსმენ ტვინი. ჰა. აქ ცოტა იმ განათლებულად იძახია. დიდად მაინც იქნება. აი დიდად კი არა, უფრო აი ვრცლად. ვრცლად კი არა, აი უფრო გადაკეთებულად და იქ პირდაპირ ნასროლია. გადაკეთებულად ხო, აქ ცოტა ტყუილს მაინც მოისმენ ხანდახან და რაღაცა დამშვიდდები და იქ პირდაპირ წერია. მე ვიდეოებიც რო არის გადაღებული, იქ არის საქმე. ხო. და გაწყდება ნერვები. ხო და ეგრე, რა ვიცი. ცხა. ლიმან. YouTube-ში შევაკიდე რაიმე ბავშვები რო უყურებენ ხოლმე, ხო იცი, ჩინელ კაცს. ხო. ვინმეს მიგდებს, ვაიმე რა საზღრობა რაღაცებს აკეთებს ღმერთო. ვერ საშვება, მასა DJ კაცი. აი სიტყვა კრინჯი რო ახალ ხო იცით? აი ეგ არის ზუსტად. Picho. ყველა ძინავს მასლა. ადრე ხალხო ფისოზე გვერდზე რო გამივიდა კატა ის ამ ხონდა ელეთმელეთი და ეხლა აღარა და ახლა თაფლს რო დავსუნა თაფლს აი გუში ცოტა შევადნე ის ცოტა რო დამჭაივა კაში ბანკა გამეცხე და ცხეწყას ჩავდივი გადნა და რაღაცაში გადმოვიღე თილაში თუ მაშინებს. რა ქვია კონტეინერში პატარაში. პატარა ცივია გიობიზაგი რა გავიგე. იტალია სხვა და აი მე კიდევ გული წამივიდა ისე ცუდად გავხდი ესეთი ბოთლები არ მიყვარს ისინი როა. წყალსაც რომ და იმას როას ხავ ეს ტრიალებს. ცივი თაცუდი გიმოქ. მინდალე ნუ ეს გვასმენ ხალხო რა საბსოთ რა არის ისა. რა ვიყიდოთ ისო, მაგრამ რამდენი ერთი უნდა იყიდო, ყოველ დღე მოგიწევ ალბათ ვიყიდო. სადა მოგვდივარი წყალი იყო ხანდახანი იმდენ წყალს ავსავრო. მე მაშინ მოგინდება როცა წყალი არ არის წყალი ხო მაშინ მოგინდება როცა არ არის. აი მაგალითად სახარჯო საჭმელები შეიძლება ისე ერთი დღეც გათენდეს და მოგინდეს ან ის ვინეგრედი ან გაჩეჩილი ან ტოლმა ან რაღაცა ბრინჩიკი ან რაღაცა და ახალი წელი რომ მოვა ხალხო და მაცივაში როდებს საერთოდ არ მინდა რატო არის იქ შევარი დავი იარი მაცივაში როდებს საერთოდ არ მინდა აი გინდათ ნამცხვარი იყოს სახში რო არის იმის ხდები გამოაცხვა ხარ საერთოდ გინდათ ნამცხვარი იყოს ან რაღაცა არ მინდა საერთოდ და ისე რო არ არის და საერთოდ რო ნამცხვარი არ არის სახში მაშინ მომიდება ხოლმე მაიტალა სახში რო არის არ მინდა მაშინ არა აი მაცივაში რო გქონია სოსისი ან კალბასი ან რაღაცა და რო იმას გვიქნია რა ქვია
ან ნახევარ ფაბრიკატები გაყინულები, ან ხინკალი არა, პელმენი. არა, საერთოდ. მასე ერთი კვირა შეიძლება ისე გავიდეს, რომ არც მივეკარო იმას. წვიმის ხედით ვიპოვე. ხო. ოღონდ ის აქვს ჭექა-ქუხილი. ისმის. ჭექა-ქუხილი ისმის, ჭექა-ქუხილი არ მიყვარს. ეგ საჩემო არ არის. ჭექა-ქუხილი. ჭექა-ქუხილი. ჭექა-ქუხილი არ მიყვარს. ელჭექი. წვიმა მიყვარს, მაგრამ ელჭექი არ მიყვარს. ზაფხულში არის ხოლმე. ზაფხულში იშვიათია რომ გაწვიმდეს. შაშარა რამდენი წვიმები იყოს, წვიმები იყოს. ო. ერთი დღე ის იყო რა ქვია. ზე მაგარი სიცხე ის იყო, იცი როგორ იყო ხოლმე. დილით სიცხე იყო მაგარი. ღამეც მოვიდოდა, საღამოც მოვიდოდა და დაუშვებდა ერთ გემარიე წვიმას, ჭექა-ქუხილი, ბრახი, ბრუხი, იქიდან ბრახუნი, აქედან ნათება, აქედან წვიმა. ხო, ეგრე. ბრახი მოკ. როდის იყო შაშან წინ მგონ? არა, იმის წინ. აქ გარეთ გავედი, ის არის რა ქვია. თუ რა პური ავიღე თუ გარეთ გავედი, თუ რაღაცა ავიღე, თუ წყალი დალი აღარ მახსოვს. საღამო პირი იყო. აი ეგ შემოვედი თუ არა აქ. ფეხი დავდგი თუ არა, ბუ, დაიკუხა. ჰაი მე ხო გავშეშდი. წყალი ავიღე. ო, უნდა წამეღო ქვევით მივწექი და უნდა წამეღო იქ წყალი მოწყულდა და იქ უნდა წამეღო. რაღაცას უყურებდი აღარ მახსოვს. დაიკუხა ხალხო. ჩემი ბოთლი ასე მეჭირა ხალხო, აი, ასე ბოთლი მეჭირა. ესე დავრჩი ერთ ადგილას ძეგლივით. მე ვიყურები იქით აქეთ. იცი ზერა სუდი შეიძლება უცბად რო არ მოელოდები და უცბად დაიჭეკა. ხო. მე ამ ზაფხულს შაშან ზაფხულს. მაბაზანაში ვიყავი და დაიკუხა. აქ რო იჭეკი, კაი. ხანჯარასთან ვიდეოში წყვეტ ხალხო. მაბაზანაში ვიყავი უკვე ვიცმევ და რაღაცა გაანათა. შიგნით აბაზანაში. აბაზანიდან გამოვედი ხალხო, გამოვედი უნდა ჩავიცვა. ნუ უცბად ბუფო რაღაცა, მე მეგონა დემა ან მოკლე ჩართვა მოხდა ან რაღაცა. რა ვიცი მე. სულ არ მოველოდებოდი რომ ის იყო რა ქვია, ქუხილი იქნებოდა. უცბად გაანათა და დაიკუხა და გაანათა ხალხო. და რა გაანათა? ესე მეგონა ის იქნებოდა რა ქვია. აი რაღაცა ბუმბიო ჩააგდო და უცბად რომ გაანათებს. ეგრე მოხდა მაშინ. იქ. მე ჩემ თუ შენ დავიყვირე. მე გამოვარდი. შენ გავოვარდი, განაზი გამოვარდი ისე. შემოშინა მეთქი რა მოხდა. რა მოხდა? ჭექა-ქუხილი იყო. აი ბომბი რო შემოაგდო, თითქოს ეგრე იყო. და სხვათა შორის მიწის ურთ საშინელება. ხო. აი მე მიწის ურ არის საზიზღარი. ისა წოლში რო წეყვარ სხვათა შორის, იმითი უნდა ჩათვის ხო. შარლი, კარგი ღამის ირო გაწვირა. მე მოსწრებ ჩათვას, უცბად აღდგები და გაიცემ გარეთ. მე რო იყოს. უცბად ამდეძებათ. თუ დიდძერ წავიდეთ, თუ დიდნენად ხდება. წლის ავტო გუშინაც ვიდეო. ხო, ძალიან დიდი იყოს, აი. იმაზე მივიდეთ, სადამდე 40-მდე მივიდეთ და ხო. ხო. ცოტა ხან დააპაუზე. და ცოტა ხან დაუპაუზე.
ხოდა ეგრე არის ჩვენი საქმე. ელჭექისაც მეშინია. საერთაშორისო ახლა წვიმაც უაზრო არის, ხანდახან რო დაუშვეს წვიმას, ხო, სახში შემორბის პირდაპირ. ეხლა სამუშაოზე რომ მოვყევით წვიმაში. ერთხელ კი არ ამდენჯერ მოვყევით სამუშაოზე. მაგრამ იმნაირი ერთი წვიმა? არ ვიცი, არ ყოფილა. ქოლგა ვერ გავშალეთ ხალხს, ვაიში. ქოლგა წავიღე, მაგრამ რა აზრი ქონდა? ჰაიში დაფრინა და ქოლგა. კი დაფრინა და კი ასე წვიმდა, აი გულა. ირგვლი, კარიც იყო. ხო, მე რაღაცნაირი. კარიც ამოვარდა რაღაცნაირი. მივდიოთ და ვეღარ მივდიოთ. ხო. მივედით სამსახურში ხალხო, სუსველები. წყალი გავდიოდა ეგრევე, აი გავდიოდა. ეგრე დაუყარეთ. დავხვედე. დავხვედე და წამოვედით სველები. მე თან მაშინ სხვათა შორის ის იყო რა ქვია, რაკედან რომ წავედი, ძალიან კარგი ამინდი იყო, უბრალოდ იღრუბლებოდა არ წვიმდა. ხო, და ჩუსტებით წავედი. მეუბნებიან, ხო? ჩაიცვიდა რომ გეუბნება ადამიანი, დაიჯერე, ხო? ჩაიცვის ფეხსაცმელები, სად გაიქცევა. სახში რომ მოხვალ ისე ჩუსტები არ დახვდება, ხო? არა, ჩუსტებით წავედი მაინდა. თან ერთი ყავისფერი ჩუსტები მაქვს, ნუ, ერთი კი რამდენი აღმეთ მაიცი. ყავისფერი ჩუსტები მაქვს, რომ დასველდება, ძიმდება. რაღაცნაირი ისაა, ესე გადაჯვარედინებული ყავისა, ძიმდება ხალხო. დასველდა იმ ფეხსა ჩუსტებსაც ძელვის მივათრეო. ქარია. წვიმა. ტანსძლის მივათრე, ტანსაც მივათრე ძლის, ერთი ახლა ის ქოლგა ავიკიდე კიდე. აი წვიმა, ქარია. თან როგორი წვიმა იყო, აქედანაც ცველდებოდით, აქედან, ზურგიდან, გვერდიდან, წინიდან, უკნიდან, გვერდიდან, ზევიდან, ქვევიდან, შუიდან, რა ვიცი. მოვედით როგორც ისინი რა ქვია. მე როგორ ქუხდა? ხო, ქუხდა. ხო და დასახვეთი არ ქონდა. არა, დასაქმელი ქონდა, მაგრამ დაუყარე ხალხო. წვეთები გავდიოდა, წამოვედით მერე და ცოტა ოდნავ გადაიღო, წამოდვე, შეიწამოხდი, რო დაუყარე. ისევე დაუშვა რომ წამოვედი. შევედით ცეხში, გადაიღო და გამოვედით და რა სახედავ, ისევე არ დაუშვა ხალხო. უკვე ჭიშკარში გამოვედით. სამუშაოდან უკვე ეზო ტრასას იმას დავადექით ქუჩას და დაუშვა კი არა იმაზე უარესად დაუშვა მოვედით ესე გავიგდიოდა წყალი ხალხო მე თმაც გავიხსენი რაღაც მქონდა დამძიმებული მქონდა ესა გაჩავდა იქინა რა აზრი მქონდა წყალი გავგდიოდა როგორც აი ზემოდან ვიდრიდ მე ხალხო როგორ შეციდა ვერ წარმოიდგეთ ხო ზაფხული იყო მაგრამ მაიც შემცირდა მაიც წვიმადო დაგესხმეო ცილა აი მე საში მეორე დღეს სიცხე მქონდა მეორე დღეს ხო სიცხე მქონდა მეორე დღეს ვიდეოს ვიღებდით ხო არა ვიღებდით კი კაცო ვიდეოშიც გითხარით ადრე მაგრამ ალბათ და იმის მერე ამდენი ახალი გამოვწერი მყავართ ხო და კიდე რა მოგიყვეთ ერთი ერთხელ ამდენი ჩავიჯი გამოვიპრანჭი გამოვიბესკოე იმას ავქენი რა ქვია გამოვიწკიპე და წავედი სკოლაში სკოლაში გამოვიწკიპე წავედი სკოლაში დავდიოდი მაშინ ჩავიარე ეს ჩვენი ქუჩა ხო გავიარე რატომღაც ესე დავდიოდი ხოლმე ამ ხარით ხო და ამ ხარით დავდიოდი მაგრამ რატომღაც ამ ხრიდან წავედი ხო კლასელს უნდა შევხვედრო თუ რამე რაღაცას აღარ მახსოვს გავედი შემხვდა კლასელები ხო და ჩავიარეთ ბოლოში ჩავიარეთ და დაუშვა ხალხო წვიმა დაუშვა წვიმა რა დაუშვა ესე იგი არა ახლა რაღაც მოუბრუნდებოდით უკვე იმას აშვებოდით რა ქვია სკოლაში მივდიოდით თან საკონტროლო წერა გქონდა თუ ტესტები გქონდა აღარ მახსოვს კარგად იმას ავქენი რა ქვია
მე გუბები არ იყო ხოლმე, არ იყო ადრე ტრასები დაგებული, გუბეში ჩავხტი, ეს ჩემი თეთრი ფეხსაცმელი მოვსვარე. აი მე, ამეშალა ნერვები. მეთქი რას ჩავიცი ეს თეთრი ფეხსაცმელები ჩამეწოს, ყველაფერი არ შეიძლებოდა თუ თან დახეული შარვალი მეცვა. ამეშალა ნერვები. თან თუ გონიყვარდა ეს თეთრი ფეხსაცმელი რელი არ ვსვენიდი და იმ დღეს ჩავიცი მაინდა-მაინა, არ ვიცოდი რატომღაც და მაინდა-მაინც იმ დღეს ჩავიცი და შვენიერი ამინდი იყო და იქ ჩავედი და იქ გამიწვიდა მაინდა. Რაღაც ვიზავდი ახლა სახლში, ნამდვილად აღარ მოვბრუნდებოდი, ვამზადებული ვიყავი. ეს შენი გამოწყებაც, ჩამორეცხა, ეს შენი სუნამოც, ება რა ქვია, წიმა. და ასე მომივიდა მე. რამდენჯერ ჯვარში მოხვედროთ, რამდენჯერ თოვლში, რამდენჯერ ქარში, რა ვიცი. ვინ მოთლის? არა ხა თოვლში რომ მიდიხარ უკეთესია იმაზე რა ქვია, წვიმაზე. წვიმაზე, მიესამო ხო, მეც ეგრე მგონია. რამდენჯერ მომყოლი ვარ წვიმაში რა ვიცი. აბარა. მე თოვლის პერიოდში სკოლაში რამდენჯერ დამტრეული ვარ. თოვლი რო ყოფილა. $2012 წელს იყო ბოლოს აქ თოვლი ჩვენთან გამარჯვებაში. იმის მერეც იყო, მაგრამ უფრო მაგარი თოვლი 2012 წელს იყო. იცი რა გავაკეთეთ ხალხო? შატალოზე წახვიდე და ვერ მოიგდით საწავედით შატალოზე? იქ დორნაბიჯთან ესე არის ჩასასვლელი, დაღმართია. ხო და იქ იყინებოდა ხოლმე. წავიღეთ ეს ჩვენი ჩანთებიც. ხო და წავედით. სულ ყველა მთელი კლასი წავედით, პარალელური კლასის და ჩვენც წავედით შატალოზე. იქ სრიალებდით. ხალხო თოვლში. სრიალებდით. შატალოზე წახვიდე და სასრიალოდ, რა ვიცი. რა უშო? აი თოვლში იმაში ვერ წავიდოდი, ბლოჭინში დავდიოდით ხოლმე, ერთი ადგილი გქონდა. ისა. რა უშოს შატალოზე სრიალი? ხო და აი ვინმეს რო გამოვლან დირექტორს ან მასწავლებელს ხო დაგვინახავდა იქ. რა ვიცი. ბლოჭინში ვერ წავიდოდით მაშინ, იმიტომ რომ წავიდოდით ხოლმე ვიყიდით რაღაცებს, ფულის უქონდა ჯიბის ფული. ვიყიდით რაღაცებს, ლიმონათებს, წვენებს, ესეთ რაღაცებს, ჩიპსებს, ძეებს და მსგავს რაღაცებს, წავიდოდით გემრიად ვიკეიფებდით. და მოვდიოდით სახლში. მერე. და დრო ვიცოდით რა თქმა უნდა, როდის თავდებოდა სკოლა. ძალიან გლახა ბავშვები ვიყავით, მაიმუნები და ხულიგანები. აი ხანდახან დავფიქრდები ხოლმე, მოვინატრება ხოლმე ხანდახან ის პერიოდი. მეც ბავშვობა კარგი. აი ბევრი ისეთი მოგონება გაქვს გასახსენებლად, რომ აი ცუდი მოგონებებიც არის ხოლმე ბევრი, მაგრამ ეხლა რო იხსენებ, კარგად გახსენებ, ტკბილად გახსენება ის ყველაფერი. ბევრჯერ გვიჭხუბია, ბევრჯერ გვიკამათია, გავბუტულდ ვართ, მაგრამ ბოლოს მაინც ერთად ვიყავით. ხალხო, ახლა წავედი მე და გამშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. თორე დიდი ვიდეო გამომივიდა, ალბათ ღამის 3 საათზე დაიდება დღეს ვიდეო. მოდი ახლა დაგემშვიდობებით, ჩემო თბილებო და ტკბილებო. დიდი მადლობა ჩვენი გაძლევისთვის, ჩვენი ყურებისთვის, თბილი კომენტარებისთვის და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილი იყოს თქვენთვის და ისევე ჩვენთვის. ღმერთის წყალობა, ჯანმრთელობა და ყოველთვის მუდამ წინსვლა და ბედნიერება გქონდებოდეთ. გაიხარეთ, აბაე, კარგად. ახლა წავალ ამ ვიდეოს აგიტვირთავთ, რომ ძილის წინა ის გქონდეთ, რა ქვია, ზღაპარი. იანა ნავადულანა. ხო, ძილის წინა ზღაპარი რო გქონდეთ. წავედი. აი მე მაქვს ახლა ზღაპარი ძილის წინ. რაზე? შევედი ხალხთან ტკბილი მინუტაზე ვისაუბრე, გამიხარდება ეხლა კომენტარებს რო დაწერენ და
რომ ვიყურებენ და არა ვიცი. ყველაფერი იმედი მაქვს ყველაფერი მალე მოგვარდება რაც ხდება დღეს მსოფლიოში. აბაჰე, კარგი. აბაჰე. კარგად იყავით, მაგრად იყავით, პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ფლისწვალებას. ბაი. ამდენი ხანი არ მითხოვს ეს სიტყვა.